მოდავთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს ლიტერატურული საღამოები მამუკა ხანთაძესთან ერთად. რადიო იმედის მთავარი ბიბლიოთეკარი მოსულია, ოღონდ ჩვენ დღეს არ გვყავს სტუმარი, მან საიდუმლო დატოვა და მიზეზი იმისა, თუ რატო დატოვა და ვინ არის მისი სტუმარი. სტუმარის დარჩა სახტად, როცა აღმოაჩინა. ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს იქნება გამარჯვებად კატო. საღამოშვიდობის. მადლობა რომ სტუმრად მომიწვიეთ. ეხლა რატო იქნები შენ ჩვენი სტუმარი? რაღაცა შემაჯამებელი გადაცემა მაქვს მე ერთწლიანი დღეს. მე მაქვს იმიტომ ვიძახი რომ დღეს შენ ჩემი სტუმარი ხარ და მინდა ესე იგი პატარა ის გავაკეთოთ. გავიაროთ ეს რა ქვია, რაც ვიმეცადინეთ ამ წელს. დიახ ბატონო პროფესორო. რაც ვიმეცადინეთ. როზგი აქ მიყუდებული და მეშინი არა, მე არასწორად არ ვუპასუხა. როზგი არა, სქელი წიგნი. მოდი ესეთი კითხვა გამიშთა. მე ჩვენი თემა დღევანდელი ჩვენი თემა იქნება წიგნის მაღაზიები. და კატო არის ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ მე როგორც დარგის მონაწილეს, ასე თქვა, მოთამაშეს მაინტერესებს აი ჩვეულებრივი ადამიანს, რომელსაც უყვარს წიგნები და კატოს უყვარს წიგნები, აღმოაჩინე ეს ამ გადაცემების პერიოდში და ძალიან კარგია რომ უყვარს. მაინტერესებს მისი აზრი, როგორი მაღაზია მოეწონებოდა, ან როგორი მაღაზიები მოსწონს, ან როგორც თავისთვის რო უნდა ეს როგორი მაღაზია. ნუ ეს მოდი ნაბიჯი მივხვდეთ კატო. მე მაგათი თუ ისე არ მიყავს გადაცემა როგორც წესიდარიგია ხოლმე. არაჩვეულებრივად. მოდი დავიწყოთ ასე. რომელი მაღაზიები მოგწონს თბილისში წიგნის? ანუ შემძლეს დავასახელო და რეკლამაში არ ჩაბეთქლით. რატომ ჩაგეთვალოს? რა ვიცი. მე შესახებ ნოითხრა, აი მისამართით ხო. ეცი რა მელიქიშვილზე არის ერთი წიგნის მაღაზია, რომელიც ძალიან მომწონს, გამომდინარე იქიდან რომ როცა შევედი, არავინ არ მეცა გინდა თუ არა წიგნი შეგირჩევთო, რაც ძალიან ცოტა ადამიანს უყვარს, როგორც ვიცი ზოგადად, ამას ასწავლიან სერვისის დროს, რომ ეს ადამიანს არ უნდა გადაგეკიდნონ, სანამ შენ თავად არ მიანიშნებ, რომ გინდა დახმარება. მკითხეს უბრალოდ ხო არ გნება ჩვენ დახმარება და შემეშნან, როცა ვუთხარ, რომ მე თვითონ ვიცოდი რამ სორდა. გარდა ამისა, წიგნები ელაგა არაჩვეულებრივად იყო განლაგებული თემატიკის და მიხედვით და ძალიან ადვილად გადაადგილდებოდი თაროებს შუა, არ დამჭირვებია იქ ვინმე ახალგაზრდა მაღალი მამაკაცის მოძებნა სხვებს შორის, რომ იქნება და ჩამომიღოთ წიგნი და მსგავსი რაღაცები და ყველაფერს მივწვდი მე თავად, შევიძინე ეს წიგნები რაც მინდოდა. და კონდეთ ხოჭორის მელიქიშვილზე ახალი წიგნის მაღაზია. ეს არის მე როგორც ვიცი და არ უნდა მეშლებოდეს, იმიტომ დარგის პულსზე ხელი მიდევს. გამომცემელის გია ქარჩხაძის წიგნის მაღაზია, მშვენიერი გამომცემელია. მადლობა ბატონ გია ქარჩხაძეს. მშვენიერი გამომცემელია და მშვენიერი წიგნის მაღაზია გახსნა. სამწუხაროდ მე არ ყოფილა რამდენჯერმე დავაპირე შესვლა. ერთი გარედან მეტყობა რომ კარგი მაღაზიაა. გაფორმებაზე, აი ყველაფერი ძალიან ისე თბილად არის, ყველაფერი ხალხგაზრდით კარგად არის გაკეთებული. მანქანის გასაჩერებელი ადგილი არის ცოტა ისეთი რა, ამხრი. რამოდენიმეჯერ ვცადე და მე ნუ იმას აუცილებლად ფეხით შევივლი ამ დღეებში. მშვენიერი არჩევანია. მადლობა. გავაგრძელოთ აბაკატოს შემდეგი დანარჩენზე ვერ გეტყოდი მაინცა და მაინც აი ჩვენს თამრიკოსთან არ ვარ დიოგენეში ნამყოფი გამომდინარე იქიდან რომ ცოტა ეცი რა ჩემთვის მოუხერხებელ ადგილას არის ანუ მე ყოველთვის მაღაზიაში ესეთი ჩვევა მაქვს რომ შევდივარ გზად მიუხედავად იმისა რომ არის ჩვეულებრივი პარასკევებით მაღაზიები ზუსტად ეს წიგნის მაღაზიები ზუსტად ესე უნდა იყოს როგორც პურის მაღაზიები გზად სახში მისulis წინ შეიაროს მაღაზია როგორც ყიდულობს პურს კარაკს კვერცხს ერთი წიგნით უნდა გააყოლოს ნებისმიერმა ხელს ხო თუმცა მათ აქვთ არაჩვეულებრივი აქციები პარასკევებით ეს მწვანე პარასკევი და ამ დროს შეიძლება უბრალოდ მე არ ველოდები ხოლმე ფასტაკლებებს როცა რაღაც მინდა ბავშვებს რო გთხოვთ უნდა და მორჩა კი არა, კარგი მაღაზიაა, დამდგრად გამომცემელი დიოგენის მაღაზია, სპორტის სასახლესთან მდებარეობს ეს მაღაზია. სხვათა შორის წეგან შენ აღნიშნე, რომ არავინ არ გეცემაო, რომ იმას თქო, ჩვენი სტუმრები რო იყვნენ აქ ბიბლიოთეკარები, იმათაც აღნიშნეს, რომ განსხვავებით ძველი ბიბლიოთეკებისგან ეხლაც
აუცილებელი მოთხოვნაა თანამედროვე წიგნის მაღაზიაშიც და ბიბლიოთეკაშიც, რომ მომხმარებელს პირდაპირ შეხება კონდეს და პირდაპირ კონტაქტი წიგნებთან. ეგ არის ძალიან აუცილებელი. ამიტომ იმ ადამიანებს მიმართა, ვისაც უნდათ სურვილი აქვს, რომ გააკეთონ ნორმალური წიგნის მაღაზია, გაითვალისწინონ, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც არ შეიძლება დახალში იდოს, ან დახს უქვემოთ, ან დახს. ეს პირდაპირ კონტაქტში უნდა იყოს მკითხველთან და მყიდველთან. იცი რა, რაღაცა იდეა მომივიდა, რუკა რო არსებობდეს თბილისის წიგნის მაღაზიები, ზოგადად საქართველოს წიგნის მაღაზიები და ესეთი უწიგნურებისთვის შე როგორც ეძახი ხოლმე, ესეთი რუკები რო გამოვიდეს. მე როგორც ვეძახი ხოლმე სამწუხარო ჯერჯერობით ეს სიტყვა დადებითი პოზიტივით იხმარება საქართველოში. მაქსიმალურად ვცდილობ რომ ეს გადაიქცეს ნეგატიურ სიტყვად, რომ ვიღაცას ვეთქვენ, უწიგნური კი არ გაუხარდეს, რომ უწიგნური ეწყინოს. ცხაჯერის აი ჩეკინი, რასაც ქვია ყველა, ვისაც ვინ სოციალურ ქსელს იყენებს, მან ყველა მიცის და თუ კი ვინმე არ იყენებს, მათთვის რომ მონიშნო ადგილი სათხარ ამჟამად. არასოდეს არ მინახავს, რომ ვინმეს მოენიშნა, რომ ამა და ამ წიგნის მაღაზიაში ამჟამად ძირთადად რა არის ამ იმ კაფეში აკადაკ კი აბსოლუტურად ამა და ამ პეტრესთან ერთად აბსოლუტურად მართალია თან აღნიშნოთ რომ ჩვენ ბევრ წიგნის მაღაზიას აქვს ჩვენერი კაფეც ხო აი ეგ უკვე მეორე საკითხია რამდენად ამართლებს თუმცა ალბათ მათის გამართლება აქვს ამ კაფეებს რომ რაღაცით უნდა იარსებოს ალბათ წიგნის მაღაზია ამდენ უწიგნურში რა თქმა უნდა ეს დამატებით ის არის მარუც მე მაგალითად მე ჩემთვის რომ მინდოდა წიგნის მაღაზია არ გავაკეთებდი. არც მე, იმიტომ რომ საოცრად გიშლის ხელს წიგნის ყიდვაში. ეს ერთი. და მეორეც რაღაცა, აი მე გავაკეთებდი შექსპირი და კომპანიის მაგვარს რაღაცა ესეც, ხოც მარტო ჩაი რა იყიდება. მარტო ჩაი, კი ბატონო. მაგრამ ზოგი ჩაისაც ისე ცუდაცვა, შეიძლება ხელი შეგიშალოს. კითხვაში. ხო არიციან, მაგასაც ხო თავის კულტურა აქვს. კარგი, კატო, აი, მაშინ ასე ვთქვათ. აღნიშნე რომ შენ ესე გზად გზად მჭირდება ყველაფერი. ეს სულ ვიძახდი და ჩემი მოგონილი არ არის ეს, რომ ძირითადად წიგნის მაღაზიები უნდა იყოს ისეთ ადგილებში, სადაც ფეხით მოსწრებულთან და ნაკადია კარგი. იქ არ არის აუცილებელი, რომ სპეციალურად მიხვიდე, ანუ урбанული თვალსაზრისით წიგნის მაღაზიები უნდა იყოს განთავსებული ჩვეულებრივ, როგორც ყველა დანარჩენი მაღაზია. ესეც არის ერთი ჩვეულებრივი მაღაზია, რომელიც ჭირდება ადამიანს ისევე როგორც ჭირდება აფთიაქი, პროდუქტების მაღაზია, პოლიციის პუნქტი, სახანძრო რაზმი, სასწრაფო და ასე შემდეგ. ეს ყველა დანიშნულება, ყველა ბიბლიოთეკა აუცილებლად მათ შორის წიგნის მაღაზია. ამიტომ ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ, ვინც დაგეგმავს ხოლმე ამ ქალაქის განვითარებას, რომ წიგნის მაღაზიების და ბიბლიოთეკების ადგილები მოვნიშნოთ ხოლმე პირველ რიგში. პირველ რიგში, ხო. როგორც პირველი დანიშნულების საგანი. გადამოვიტანოთ ჩვენ ახლა წიგნი, ხო არის ესე იგი, პირველი დანიშნულების საგანებში შედის საპონი, მარილი, სანთელი, ეგრე იყო უწინდა. შაქარი. შაქარი არ შედის პირველი დანიშნულებაში. შაქარი და შოკოლადი და ტორტი მერე შედის მესამე, მეოთხე და მეხუთე დანიშნულებაში. წიგნი გადმოვიტანოთ პირველი დანიშნულების საგანში, იმიტომ რომ როგორც საჭიროა სანთელი და სინათლისთვის, ისე საჭიროა შაქარი და წიგნი. შაქრის ამოღება მეწყინა, იცი? არა, შაქარი არ არის პირველი დანიშნულების. მე როგორც ვიცი, არ არის. მე რო შემედგინე ექსია, შოკოლად შევიტანდი პირველი დანიშნულების საგნებში. არა, მოდი შევთანხმდეთ, რომ წიგნი ფიკოც მეთანხმება. წიგნი არის. დანარჩენი ნებაყოფლობით. არა ხო, წიგნს და შოკოლადს შევიტანდი, აი მაინც შოკოლადი იქნება და ჯერ სიაში პირველად შოკოლადის გარშ. ეს ხეცი როგორ არის ფილოსოფია. აღარ მოგიწევ ჩემ გადაცემაში. მე იცი როგორ არის ფილოსოფია გაჩნდა ყველაზე ესეთ ქვეყნებში, სადაც იყო კეთილდღეობა, იყო უკვე სოციალური და ხოლოდ ამის შემდგომ წარმოიშვა ფილოსოფია გამომდინარე იქიდან, რომ ის ჩდება მას შემდგომ, რაც ადამიანებს დანაყრებული აქვს კუჭი. რაოდენ არასასიამოვნოც არ უნდა იყოს, აი ეს ყველაზე ჭკვიანი ქალბატონი სოფია არის მეორადი მეცნიერება. ხოლოდ მაშინ იწყებს გონება მაღალ იდეებზე ფიქრს, როდესაც კუჭზინავს. შენ თუ იცი ადამიანს თუ აქვს პირობითი 3 ლარი, რაში ხარჯავს? აი ამაშია საქმე, შოკოლადიო. ესე იგი პირველი მანეთი იხარჯება წამალში, ჯანმრთელობაში, ექიმში და ასე შემდეგ. მეორე ლარი იხარჯება საკვებში,
და მესამე ლარი იხარჯება განათლებაში. და საკვები არ არის შოკოლადი? არა. კეთილი, ამის შესახებ საინფორმაციო გამოშვების შემდგომ გავაგრძელოთ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა მამუკა ხანთეძის ლიტერატურული საღამოები ამჯერად კატასთან ერთად. ისე მე რატო ტიხრის დროსაც ჩვენ დააცხადებდე. ეგენი ჯერ არ ვსწავლობ კატო მასწავლო მაცალე ცოტა ხანი. ვიმახსოვე ვიწერ ხოლმე მაგებს როგორ აცხადებ გაკვირდები იმაზე რა დროს როგორ უნდა თქვა ასე შემდეგ, მაგრამ ის ტერმინოლოგიაც ისეთია თქვენი შიდა ტერმინოლოგია, მაგასაც ვიწერ. ლექსიკო, პატარა ლექსიკონი შევადგინე. ტიხარკა ჩააგდე და ჯინგლი გაუშვი. ეგრეა. ეხლა მე გავცემ საიდუმლო რა, ისეთ განსაკუთრებული საიდუმლო რა არის, მაგრამ მამუკა ხანთაძე ხატავს ხოლმე ეთერში გამოდმებით. ესევე ხატავ მეც გამოდმებით ეთერში. მართალია მამუკას უფრო საინტერესო ფიგურები გამოსდის, მაგრამ ესენი რა შევაგროვოთ და მე შპალიერებად გამოვცეთ. მე უფრო სერიოზულად ზუსტად ესე ხატავდა რადიო ეთერში ლეონარდოც. მე ხო ხედავ საქვეყნო ცნობილი მხატვარი გახდა. ჩემი ნახატები არ შეიძლება და ის არის. მოდი წიგნებს დაუბრუნდეთ შემოკატო. აბა ეხლა როგორ შენი ასევე როგორც მკითხველის მოსაზრება მაინტერესებს ჩვენს თარგმანებზე. სხვადასხვა ეხლა ნოემბრის დასაწყისში 4-დან 11 ნოემბრამდე თუ არ ვცდები, შეიძლება ერთი დღე შემეშალოს, იწყება ევროპული წიგნის დღეები საქართველოში. იქნება ახალი ევროპული მწერლების გაცნობა და ასე შემდეგ. ევროსაბჭოს ერთ-ერთი პროექტი იმაშობა ამას და ამის შესახებ აუცილებლად მოგიყვები ცოტა მოგვიანებით, რომ ზუსტად დავადგენ რა და როგორ იქნება. არ მოგწონს თარგმანები? არა, არ მომწონს თარგმანები, ძალიან წუხვარ, მაგრამ მე უნდა ვაღიარო, რომ ძირთად ვკითხულობ არა ქართულად, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენჯერად ვცადე ქართულად წამეკითხა, ძალიან ხშირად დავჭი იმედგაცრუებული, თუმცა დედას პიცა არ უნდა მეთქვა ეთერში. მაგრამ ეს რაღაცა ზოგი აი სტუმრობა ხედავ როგორ ხო დავიბენი. ხედა იცი შენ რომ მაჩუქე უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში, ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა. იმდენად არის ჩვეულებრივი თარგმანია სახტადავში. ნამდვილად არაჩვეულებრივი თარგმანი იყო შენი გამომცემლობის გამოცემული. ესევე რა ჩვეულებრივი თარგმანი იყო, მე წითელი მქვია, ამ სახტად დატოვა ამ თარგმანმა ძალიან ბევრი ადამიანი. და სხვა შორის ამბობენ თურქული ენის ცოდნეებისგან, რომ მსმენია ყოველ შემთხვევაში, რომ შეიძლება სადავოც კი იყოს ორიგინალი ჯობია თუ თარგმანი, იმდენად კარგი თარგმანია. დანარჩენი თარგმანებისა კი რა მოგახსენო? აი შენ როგორ არის როგორ შენი ოტპირობითი 20 ლარიდან რამდენი მიდის სიტყვაზე თარგმანზე და რამდენი ორიგინალ, ანუ ქართულ გამოცემაზე? იცი რა, პირობითი 20 ლარიდან ყველა ქართულ გამოცემაზე წავა, გამომდინარე იქიდან, რომ მე მაქვს ელექტრონული რიდერი და ესე სხვა ენაზე როცა ვკითხულობ, ანუ ელექტრონულ რიდერში და პირობითი 20 ლარი ძირითადად მიდის აკამორჩილაძის ნაწარმოებებში. და პირდაპირ აკამორჩილაძეს გადავურიცხო. ხო ესე ხელზე არ ყიდის თორე. გასაგებია. არა, იცი რა არის, რაღაცა ეტაპზე მეც რა თქმა უნდა თავიდან განსაკუთრებით 90-იან წლებში როცა ჯერ უცებ მოხდა ყველაფერი და მათ შორის თარგმნილობითი საგამომცემლო საქმიანობა რა თქმა უნდა კითხულობდი რა ძირითადად რუსულად და ვფიქრობდი შეიძლება შენც იგივე ხო არ ჭირს თქო რომ აი არ ვარგა ქართული ისე, მაგრამ რაღაცა იმას ეხა მაგალითად რუსულ თარგმანებს ვეღარ ვიტყვი. გამდინარე იქიდან რომ თითქოს მიჩვევის ამბავი. იცი რა, ამაზეც ვიფიქრე, მაგრამ არა მგონი, იმიტომ რომ მე ყოველთვის ისე მიწევდა რომ ხან ქართულად ვკითხულობდი, ხან რუსულად და სამწუხარო რომ ჩვენი იყო რაღაც გარკვეული ნაწარმოებები, მე ბევრის გამსმენია რომ მარტოობის 100 წელი თუნდაც ქართულად როგორც იწყება, ესე ნამდვილად არ იწყება რუსულად და ვერც მოვა რუსული თარგმანი ქართულ თარგმანთან, თუმცა არის გარკვეული თარგმანები, რომლიც აი ფოლკნერი არის ხმაური და მძვინვარება, არაჩვეულებრივი თარგმანი და მე მქონდა იმის საშუალება, რომ როცა წავიკითხე, ბოლომდე არ გავსულო რა არ მოგატყუებთ, ფოლკნერი არ არის ჩემი მწერალი, ზვიად კილაძის
თუ ზაურკილაძის თარგმანია არის არაჩვეულებრივი და მახსოვს ეს ვკითხულობდი ჩემი ინგლისურის მითითებით და ვკითხულობდი როგორც ინგლისურად ასევე პარალელურ რეჟიმში რომ გამმარტივებოდა არაჩვეულებრივი თარგმანია ეს არის ის რაც არ იკარგებოდა როცა ამას თარგმანში კითხულობდი მე სხვების თარგმნილიც წავიკითხე გარკვეული რაღაცები ფოლკნერის არ დავასახელებ რადგან არ მომეწონა და ინგლისურად მართლა დიამეტრალურად განსხვავებული იყო ასევე როგორც ბულკოვსკის წაკითხვა ყველაზე ლამაზი გოგო ქართულად იყო ერთ ჩვეულებრივი მოთხრობა ლამაზ ქალზე და ინგლისურად იყო არაჩვეულებრივი მოთხრობა არაჩვეულებრივ ლამაზ ქალზე სხვათაშორის თარგმანებით ენებსაც სწავლობენ ყველაზე ბევრი ენა იცოდა აღარ მახსოვს სახელი ზუსტად კარდინალი იყო იტალიაში რომელმაც ბიბლია იცოდა ზეპირად. ეხლა ასაკეთებდა ეს კაცი, აიღებდა იტალიურად. ხო, ეს ხო იცოდა ზეპირად. აიღებდა ფრანგულს. და სიტყვით იქშინას ხო ერთ იგი ხო და სიტყვით მისდევდა რაღაც გრამატიკას და დაახლოებით 100-მდე ენა იცოდა როგორც ამბობენ აი ამ რეცეპტით. ამ მეთოდით. იმიტომ ხო რაღაცა 1000 სიტყვამდე თუ იცი უკვე ენა იცით ახლა ბიბლიაში გაცილებით მეტი სიტყვა ნახსენები და გამოყენებულია შესაბამისად ამ მეთოდით სწავლობდა. თუმცა ეს შედარება აი სიმართლე გითხრა არ შემიდარებია, შეიძლება შემიდარები კიდევაც. თარგმანი მე მაგალითად აი ძალიან მიყვარს ქართულად ცოტა ითარგმნა ძალიან მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა სამწუხაროდ ქართული თარგმანები არის ძალიან ცოტა შედარების საშუალება არ გაქვს ერთად რუსულად კითხულობ მაგრამ კლასიკას რასაც ვეძახით შეიძლება ჩამოთვალე მე ვფიქრობ რომ რაღაცა მასიურად არა მაგრამ არის კარგი თარგმანების და ხო, არის რა თქმა უნდა რამდენიმე გამორჩეული თარგმნელი ჩვენს ყავს რა ალბათ ეს იმის ბრალისა რომ ძალიან ცოტანი ვარ და შესაბამისად ალბათ თარგმნელობითი სკოლაც უფრო ვიწროა ჩვენ და უფრო პატარაა მაგრამ ზოგჯერ განცდა მაქვს რომ არიციან სათანადოდ ქართული ენა იმიტომ რომ თარგმნისას ხომ თავარი ეს არის რომ მშობლიური ენა უფრო ღრმად და უკეთ იცოდე და აი ეს მომენტი არის რომ თითქოს არიციან ესე კარგად ქართული. სხვაჩი ძალიან მაინტერესებს აი ეს მამა ბრაუნის მოთხრობები, ჩესტერტონი ქართულად გამოცემული. ძალიან მომწონს მე დონ ჩესტერტონი და იმედი მაქვს რომ მით უმეტეს რადგან თამრიკოს გამოცემულობაშია. თამრიკო ჩვენც ის მეგობარი გამოცემულობა დიოგენეს გამოცემულობა იმედია რომ საინტერესო და კარგი იქნება. რო წაიკითხო მე მითხარი შტაბისტები მაინტერესებს მეც. ნამდვილად არ ქართულად. ხო, არა, ეს შიში ხანდახან რაღაცა მომენტებში შიში მეც მაქვს ხოლმე რომ ეს არ იქნება კვალიფიციური თარგმანი. რაღაცა განსაკუთრებით ცოტა უფრო აი ძიმე ლიტერატურაზე ასე ვთქვათ რა, სადაც უფრო მეტი ფილოსოფია, სადაც უფრო მეტი სიღრმეებია რაღაცები, იქ ცოტა მეც მაქვს ხოლმე, მაგრამ თუმცა აი ხო გეუბნები დავიწყე ქართულად კითხვა და დავიწყე. ხო, აი ანდრე ჟიდის ქართული თარგმანი იყო სრული ფიასკო. სრული. ანდრე ჟიდმაც კიდე არ ეკათურა. კი. აი, ასეთი მშვენიერი სტუმარი ყავს დღეს გადაცემაში, რა კაი რაღაცები გითხრა თარგმანებზე. ესე იგი მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. მაინტერესებს თუ ეცნობი კატო ლიტერატურულ ალმანახებს და გამოცემებს. ეთ რა არილი რაც აღდგა ისევ კი ვეცნობი ნამდვილად და ლიტერატურულ პალიტრას ყიდულობდი ადრე გამუდმებით, მე რაღაცა დავცილდით მე და ჟურნალი ერთმანეთს. მანამდე იყო 21 საუკუნე თუ მე-20 საუკუნე რეზო თაბუკაშვილის ჟურნალი, საერთოდ რა არ არსებობდა ჟურნალები და ეს იყო რაღაცა მართლა თვეში ერთხელ ისე ველოდებოდი და იყიდებოდა მაშინ მარტო წიგნის მაღაზია მერანი არსებობდა ჯერ კიდევ და ძალიან ველოდებოდი. მე მალე დაიხურა ძალიან გული დამწყდა, რომ იმ პერიოდისთვის იყო მით უმეტეს რაღაც ნათელი სხივი ბნელეთის სამეფოში. რატო დავსვე ეს კითხვა თუ ეცნობი ამ ჟურნალების მაინტერესებს თუ კითხულობ ან თუ ეცნობი ზოგადად არა მარტო ამ ჟურნალებში ლიტერატურულ კრიტიკას, რომელიც მე ვფიქრობ რომ ძალიან ცოტაა
იცი რა ბეცნობი და გეტყვი რომ ესეც ამ შემთხვევაში ტოვებს უკეთესის მოლოდინის სურვილს გამომდინარე იქიდან რომ გუშინ ჩვენ ამზე კატო ჯავახიშვილთან ერთად საუბრობდით ქართველი კრიტიკოსი რატოღაც ძალიან თქმულია საკუთარ თავში არა მხოლოდ მე არ ვიტყოდი რომ მხოლოდ მწერლობის შემთხვევაში იგივე სახვითი ხელოვნების შემთხვევაშიც კრიტიკოსი ძალიან თქმულია საკუთარ თავში ძალიან ხშირად მას სურს რომ გვაჩვენოს როგორი განათლებული ბიჭი თუ გოგოა თავად და რამდენი წაუკითხავს და შესაბამისად მე გნებავთ ამ სახვითი ხელოვნების განხილვა თუ გნებავთ პროზისა და პოეზიის განხილვა გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე და ვიგებთ იმას რომ ბევრი წაუკითხავს თურმე კრიტიკოსს გეთანხმები იმისათვის რომ ჯანსაღი და სრულყოფილი ლიტერატურული პროცესი მიმდინარეობდეს ჩვენ ქვეყანაში და ზოგადად აუცილებელი და საღი კრიტიკის არსებობა, რასაც ქვია ლიტერატურული კრიტიკა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან არის ძალიან მწირი. რამოდენიმე ავტორია მხოლოდ ჩვენთვის ბატონი მალხაზი მაგალითად. ხო, ნამდვილად მალხაზ ხარბეტია ერთ-ერთი ისეთი, რომელიც ნამდვილად შეიძლება ითქვას კრიტიკოსი. და სულ ფიქრობდი რომ ადრე გამოდიოდა სხვადასხვა არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა კრიტიკა, ასეთი ალმანახი იყო. პირდაპირ ასე კრიტიკა. სულ ფიქრობდი რომ აღვადგინოთ ეს ჟურნალი, თან მეც კი მინდოდა თვითონ პირადად აღმდგინა, მაგრამ რაღაცა იცი რა თუ ავტორები არ იქ თუ კრიტიკოსები და კრიტიკა არ იქნა ძალიან თუ კრიტიკოსებმა არ იკითხეს და რაც თავი ერთხელ ლაშა ბუღაძე მითხრა კაცო სულ მაინტერესებს იქნება სისულელეებს წერ კაცო ვიღაცამ ხო უნდა მითხრასო ხოთა რაღაცა ქართულ კრიტიკაში შემოვიდა ძალიან ეს ღლიცინი, აი ცუდი სიტყვა, ხო? აი ან ძალიან ქება. ხო, ან ძალიან გადაშაქრულია, იმიტომ რომ ერთად სვამენ ჩაის და უხერხულია და პლატონი მისი მეგობარია და ვისახსოვს ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება. აბსოლუტურად მართალი ხარ. კიდე ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ და მაინტერესებს შენი აზრი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. მოდი თანამედროვე ქართულ ავტორებზე. თანამედროვე მოდი ესე დავუყოთ. ცოცხლები არა მარტო ცოცხლები. მოდი აი ესე 90-იან და აი ახლა ბოლო 10 წლებში ვინც წერდა. იცი რა მე აი ესე საერთოდ საკმაოდ ესე დაინტერესებული ვიყავ ერთ პერიოდი თანამედროვე ქართველი მწერლებით. ახლაც დაინტერესებული ვარ ცხადე, იმიტომ რომ არ შეიძლება ხო იკითხო ის რაც იმისთვის რომ აზრი გქონდეს შენი, უნდა წაიკითხო და მე შენთან პირადად დაავსკუნა რომ ეს ლაშა ბუღაძე უნდა გადავცეთ თუ არა ანათემას თამარ მეფეზე ეს რა გაბედა თუ ერთი ჩვეულებრივი მოთხრობა დაწერა და ამისი უფლება ჰქონდა და არაფერი განსაკუთრებული. პირველი მე წავიკითხე ეგ მოთხრობა რომ იცოდე ისტორიისთვის. მე წავიკითხე ვერაფრით ვერ მივხვდი რატო იყო საზოგადოება აღშფოთებული, თუმცა ეს ძველი ამბავია და გავანებოთ ამასთან. ქართულ მწერლებს შორის ჩემთვის აი აკა მორჩილაძე დაახლოებით იგივე გამოდგა, რაც მილან კუნდერა რაღაცა პერიოდის მანძილზე რაცა ვკითხულობდი, არაფერი დუმაი მე რა უკვე ყველა სტილი რომ მობეზრებული გაქვს და რატოღაც ყველაფერი რომ ისეა რა, აი ისე კითხულობ რა ინერციით და მე რაღაცა მილან კუნდერა იყო ჩემთვის ის რომ აი ყველაფერი წავიკითხე მისი თითქმის და დაახლოებით იგივე რა აკა მორჩილაძე ჩემთვის ქართულ მწერლობაში და ეს არ არის მართლა ესეთი ეთნოგრაფიული მუზეუმში დასადები წიგნი და ეთნოგრაფიული რაც ვიწრო გაგებით დაწერილი წიგნები. არის იქ რაღაც რაც თითქოს 90-იანი წლების თუნდაც ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, რასაც თვითონ მარტო ქართველები გაიგებენ, მაგრამ არ ამგონია რომ ესე მარტივად იყოს იქ საქმე. აბსოლუტურად გეთანხმები. აკა მორჩილაძე კარგი ქართველი მწერალია. და მინდოდა მეხსენებინეს ხაჭის აუცილებლად რეზეთ აბუკაშვილის მოთხრობები. ეს ახალგაზრდა კაცი ძალიან საერთოდ არ ჩანს მასმედიაში. არც შეიძლება ეს მისი სურვილია, შეიძლება ჟურნალისტები არ აკითხავენ, მაგრამ თვითონ მკითხველთა წრეშიც ნაკლებად პოპულარულია, რატომღაც ამ დროს ის მართლა მწერალია ძალიან ბევრი სხვა მწერლისგან განსხვავებით. ეს რუსებს რა ვთქვათ, ტიპისაკა. ძალიან საინტერესო მოთხრობები აქვს, მით უფრო მისი არასაფრენი დღეები არის ვიღაცად საინტერესო სტილით დაწერილი და თან ისეთი მოთხრობა ძალიან ბევრი რო დაგჩება როცა გახვალ ბოლოში. იცი რა არის მე თამამად შემიძლია რომ გადავხედავ ხოლმე ხანდახან თქვა რომ შედგა ახალი ქართული ლიტერატურა. კი, ნამდვილად. არის ძალიან საინტერესო ავტორები არიან
არიან ავტორები, რომლებიც ღამესაც გაკეთებინებენ კითხვაში, სასიამოვნო შტაბის იმასაც დაკიტოვებენ შტაბის სტილებებს და ასე შემდეგ. შესაბამისად ჩვენი მოსაზრებები დაემთხვა ამ შემთხვევაში მე პატარა ესეთ კვლევასავით ვატარებ მაინც შენ კაი მკითხველი ხარ და მაინტერესებდა შენი აზრი და მეც ვფიქრობ რომ შედგა ეს ანუ ჩვენ ყავს ჩვენ ქვეყანაში მშვენიერი კარგი მწერლები რამდენად ახალგაზრდები არიან უკვე ხა ძნელია თქვა და პერსპექტიულები მაგრამ შედგა ეს კი კარგი თაობა წამოვიდა რამოდენიმე გვარის ჩამოთვლით მინდოდა მაგრამ ეხა თავ შევიკავებ მოკლედ შეიძლება და კარგი ლიტერატურა საქართველოში შეიქმნა ნამდვილად. სულ ეხლა ხან საი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ქართული მანაწარმოებმა იცით თარგმანებმა აიგო ბერლინური პრიზი. თამთამელაშვილის გათვლამ. ესეც არ არის ცოტა. და რაც თორე ითარგმნება ქართული ახალგაზრდა მწერლები ჩვენი კულტურის სამინისტროს დამსახურებიდან და ისე დაინტერესება არის და მე ვფიქრობ რომ ეს დაინტერესება კიდევ უფრო გაძლიერდება. მოდი გადავიდეთ ესეთ საკითხზე, რასაც ქვია კითხვა. ხო, ეს ჩემთვის საჭიროა საკითხებია ბავშვებში და ახალგაზრდობაში კითხვის პოპულარიზაცია. აი შენ რომ იყო, შენ ხელთ რომ იყოს ეს ბერკეტები. არა აქ მნიშვნელობა ხა მე არ მინდა რამე ორიგინალური აზრი, მაგრამ აი ერთ-ორი გადაწყვეტილებას ხო არ მეტყოდი ისე შენთვის რო გიფიქრია რომ აი ეს რო იყოს, თქვათ ესე კიდე უფრო გაიზრდებოდა მკითხველთა რაოდენობა საქართველოში. იცი რა ალბათ რაღაც ესეთი განსაკუთრებული ნაკლებად იქნება იმისგან განსხვავებული, რასაც ჩვენი სტუმრები ყვებოდნენ, მაგრამ აი ალბათ ბავშვებისთვის რო იყოს რაღაცა განსაკუთრებული ადგილები სკოლებში ოღონდ და არა ის რომ სადღაც წაიყვანო, იმიტომ რომ ძირთად ხეცი როგორც არის რომ დედები 6-მდე ბავშვები 6-მდე სკოლებში ან ბაღებში არიან 6-ის მერე კი ხრებიან დედები. და ანუ ამ სკოლაში ვერ იყოს ისეთი ადგილები ხო იყო ბიბლიოთეკა სკოლაში რაღაცას გამოიტანდი მე ვითმეტეს ამ ასაკში ადამიანებს უყვართ გაზიარება ვინ რა წაიკითხა ვინ რომელი პერსონაჟი მოსწონს აი რაღაცებს გავსი რო იყოს და ის ადგილი იყოს სადაც ისინი წაიკითხავდნენ და ამ წიგნის მიმართ დაინტერესება ექნებოდა სხვაგვარი ერთ შოკოლადი ერთ წიგნში თიკოს მაგალითად წააკითხებდა მე მაგალითად შენ სხვა მიმართულებით წაიყვანე. მე მეგონა იტყოდი რომ პირველივე განკარგულებით შენ დაგნიშნავდი მაგ ყველაფრის უფროს. ნუ ეგ მე ფეხი ვერ ჩამარტყი წვევში ქვებიდან გენიშნებინა. ჩვენ ახლა მუსიკას ნადავთ რადიო იმედის ეთერი შემდგომ საინფორმაციო გამოშვება და ამედის პროგნოზი გელით და მერე გაგრძელდება გადაცემა მამუკა ხანთაძის ლიტერატურული საღამოები კატოსთან ერთად. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა მამუკა ხანთაძის ლიტერატურული საღამოები კატოსთან ერთად. მე ვარ მამუკა ხანთაძის სტუმარი დღეს და ძალიან კარგი ყოფილა სტუმრად მოსვლა წისოს სტუმრად ვივლი. არა, კარგი არის კატო შენაირი სტუმარი თორე სტუმარსაც ხო აქვს დიდი მნიშვნელობა. მე ძალიან დავწმუნდი რომ მართლა მშვენიერი გადაწყვეტილება მივიღე რომ დღეს შენ ხარ ჩვენთან როგორც სტუმარი. და შემდეგი კითხვა შესაბამისად როგორც სტუმარს. მაგალითად რა ადგილას შეირჩევდი წიგნის მაღაზიისთვის ადგილს თბილისში? აბა გადახედე ხა ჯერ უბნებს. ხო, აი გადავხედე უბნებს და სად შეიძლება წიგნის მაღაზია რო გახსნა. არ არის აუცილებელი ვაკეში და ვერაზე ხო, აი ზუსტად ვაკეში და ვერაზე რო არ მინდა რო გავხსნა და სადმე სხვაგან უფრო ისეთ ადგილას. მე მგონი იცი რა არის აი სადღაც ქვემოთ სინაგოგის მიდამოებში. მან კი იყო წიგნის მაღაზია, რომელსაც რატომაც არ გაამართლა. თუმცა ალბათ ცოტა სხვანაირად უნდა გაიხსნათ და მერე გაამართლებდა. მან ხო ძალიან ბევრი ტურისტი დადის. კი. ხო და რაღაცა ისეც გავაკეთებდი, რომ ტურისტები შემოსულიყო, იმ ბევრი რაღაცები ეყიდათ. ტურისტებზე ორიენტირებული წიგნის მაღაზია ცოტა რთული იქნება გასაკეთებელი. მაშინ სხვა რაღაცებით უნდა გაყიდო იქ. სხვა რაღაცები ეს მე მაშინ მარკეტინგული გეგმა შემერჩია.
აღარ მე გავხსნიდით რა სიმართლე გითხრა ეს კონდა ეს იდეა კონდა ჩემე კოპარსთან ძალიან მომწონდა ყოველთვის და სულ ვამბობდით რომ ეოდეს მე რომ გავხსნით გვექნება ესეთი წიგნის მაღაზია იმიტომ რომ მოგწონდა ფილმი თავად ფილმი არა რამდენადაც ის იდეა რომელიც იყო ამ ფილმში თქვენთვის წერილია მელანი გრიფიტი კი არა რამშელბაკ პრინციპი მეგრაიანის პერსონაჟს რომ აქვს წიგნის მაღაზიასაც ბავშვები დადიან და მათ იქ უკითხავენ და არის ეს კითხვა და რაღაცა ესეთი სურვილი მქონდა და ხო იცი რა არის მე ვფიქრობ რომ ადგილი გამომდინარეობს იქიდან თუ როგორი ტიპის მაღაზიას ფიქრობს ადამიანი რომ გახსნას მე ხშირად ვეუბნები კომერსანტებს რომლებიც საერთოდ არ არიან ამ დარგში სხვა დარგის წარმომადგენლებს რომ ზედმეტ თანხის ინვესტირება მოახდინონ წიგნის მაღაზიებში იმიტომ ეს არის ძალიან ლამაზი და მშვენიერი ბიზნესი და ძალიან ალამაზებს ჩვენს ქალაქსაც ყვიანი ბიზნესია თან აი ყვიანი ბიზნესია კულტურული ბიზნესია გაქვს ესეთი ბიზნესია არა მარტო გამჭრია ხობა ბიზნეს ალყო არამედ ჭკუა ერთი ორი შენაირი თანამოაზრე როგორ მჭირდება კატოროიც ამ უთანასწორო ბრძოლაში და რო შეგიძლია ეს არც რამდენად რეალური ბავშვობაში მაქვს სადღაც ამბკითხული რომ ბეთჰოვენს ერთ-ერთ წერილს როგორ მოაწერა ხელი იმიტომ რომ მანამდეაც ეს ეწერა რომ ძმამ მისწერა რომ რაღაცის პატრონი ძმა რაღაცის მე პატრონე და მან უპასუხა რომ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ჭკუის პატრონი ესეა ის ლოგო კინოსავით თან დაგაკ შენ ჭკუა ასე ვთქვათ ბარგი ტვირთიც არის ჭკუა როგორც არ უნდა გაგკვირდეს და შესაბამისად ამ ტვირთს უნდა კარგად და დროზე ადგილზე მიტანა რომ მე ეს განავითარო იცი რა არის ბიბლუსმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა თბილისში მშვენიერი ქსელი აქვს და არა მარტო ბიბლუს კიდე არსებობს რამდენიმე კარგი წიგნის მაღაზია და ქსელები ხომის ჩემი ამ საკითხის სადმი დამოკიდებულება მე მეტი მინდა ხომ ლამაზია ეს ჩემი მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა არის ასეთი გამო ხომ ბევრია წიგნის მაღაზიები თითქოს მაგრამ მე კიდე უფრო მეტი მინდა და უფრო ლამაზი მინდა იცი რა თითქმის მეუახლოვდა გვინდა კიდე უფრო მეტი რაც თალკე საბავშვო წიგნის მაღაზიები თემატური წიგნის მაღაზიები ადრეც იყო ეს კომუნისტებისთვის და ევროპაშიც ეხლაც ნახავ ანუ კონკრეტული მიმართულების წიგნის მაღაზიებს მე ძალიან მაგრად და კარგად მახსოვს და ძალიან მიყვარდა ეს აკადემიკ კნიგას რო ვეძახდით უნივერსიტეტის მართლმადიდებელი ხარისხი საოცარი მაღაზია იყო ძალიან თემატური იყო მართლაც და სხვათა შორის ახალი წიგნები ქონდათ ხოლმე აი რომელსაც გავარკვევდით რომ გამოვიდა საბჭოთა კავშირის და იყო წიგნები რომელიც ქონდათ დახქვეშაც კი და იქ მხოლოდ განდობილებს ასე ვთქვათ რა მაგარია ის რო დახქვეში და მოყიდეთ მაშინ სამი რაღაცა იყიდებოდა ტელევიზორი დახქვეში და უთო ეს ამ ტიპის წიგნი მე ისიც მახსოვს მამაჩემს ტალონები რო ხონდა ძალიან ბევრი გამოწერილი წიგნების ხო ეს რაღაცა საოცრება იყო წლების მანძილზე რო ელოდი წიგნს კარგი მოდი აი მაშინ ამ მიმართულებით შესაძლებლებში მეგობრებში არიან ადამიანები რომელსაც თქვათ დაინტერესებულა საგამომცემლო ბიზნესით საგამომცემლო საქმეებით უთქვამთ რომ იცი რა მინდა რომ გამოვცე წიგნი ან მინდა რომ ვარ ნეტა როგორ აკეთებენ ამას ნეტა როგორ ხდება იცი რა სამწუხაროდ არ დაინტერესებულან და არც მე არ დავინტერესებულ ვარ არასოდეს სანამ შენ ესე მთელი საგამომცემლო საქმიანობა არ გაგვეცანი ეთერში ანიდან ჰოემდე და მე ჰელვეტიკაც ვნახე ფილმი და თვითონ მე სხვაჩის ყველას ვეუბნები რომ აი მამუკა ხანთაძეს აქვს წიგნის ხელოვნების სკოლა რომელიც შეგიძლიათ აქ მიხვიდეთ აქ ისწავლოთ და არის ძალიან საინტერესო და აი ესეთი საუბრების მერე უფრო გავიჭდათ ინტერესი მანამდე ყველას მაინც ეგონა რომ ხო ნუ მიიტან დაბეჭდავს და მორჩა მეტი არაფერი კრეატივი ნაკლები ეგულებოდა თამაში კარგად იცი ჩემი ისა მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბევრი წიგნი გამოდის და კატასტროფულად ცოტა გამომცემლობაა საქართველოში. და კატასტროფულად ცოტა წიგნები გამოიცემა მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ერთი შეხედვით აგერ პალიტრაელი მუშაობს, დიოგენე, ბაკურსულაკაური, გია ქარჩხაძე, რა ვიცი, არიან. მაგრამ აი
რო შეადარო სხვა ქვეყნის მაჩვენებლებს, კატასტროფულად ცოტა არის ყველაფერი. მე სპეციალურად ვიძახი რომ გამოიცემა, არ ვიძახი მეორე პარამეტრს გაყიდვებს. აქ კიდე უფრო მძიმე მდგომარეობა შეიძლება გამოცემით გამოიცემა, კიდე ნაკლები იყიდება. ეს ბევრი სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ხდება, მაგრამ ის რომ საგამომცემლო საქმე საქართველოში არსებობს, მაგრამ განვითარებისთვის საჭირო რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ საქმეში. სხვადასხვა განათლებაც არ არის ამ სფეროსი, ანუ იყო აქ სპეციალობა უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგ ის დაიხურა და თვითგანათლებიდან, ანუ გამომცემლობაში პრაქტიკაზევე იძენენ ადამიანები გამოცდილებას. საინტერესოა რომ დასავლეთში უამრავი ადამიანი ამ დარგში ხდებოდა სკოლიდან და უნივერსიტეტიდან, ანუ მასწავლებლები და ლექტორები ხდებოდნენ გამომცემლები ძალიან ხშირ შემთხვევაში. და შემდეგ ვითარდებოდა, მაგრამ ბიზნესის განვითარებასთან ერთად მე უკვე მოხდა ინვესტირება დიდი ფინანსური ჯგუფებიდანაც და შეიქმნა დიდი გამომცემლობები და ასე შემდეგ. თუმცა აი რო უყურებ ისეთი დიდი ტენდენცია რომ ბევრი ახალი გამომცემლობა იქმნებოდეს არ არის. თითოეულ თუ შემომატებია 10 წლების განმავლობაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც არ არის კარგი. მე ასე ვფიქრობ, ჩვენ ხელა ქვეყნებში გაცილებით მეტი გამომცემლებია. ჩვენთან თუ ერთეულებით ვთვლით, დაახლოებით 40 ერთეულია გამომცემლობა საქართველოში, ათეულობით და ასეულობით ითვლება ჩვენი ზომის ქვეყნებში ევროპაში. გამომცემელთა რაოდენობა. ძალიან კარგი მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი ჩვენი საუბრით. ესე იგი არაერთხელ შეიძლება შენი მოწვევა. მადლობა. იცი რაც ყოველთვის საინტერესო არის შენთან ერთად საუბარი ამ საკითხებზე, მაგრამ სულ მაინტერესებს შენი კონკრეტულად რომელსაც არასოდეს არ იძახდი გადაცემებით, რომ შენ ყოველთვის კითხვებს სხვა პრობლემატიკას, მაგრამ აი პასუხები დღეს მოვისმინე ძალიან ბევრ კარგ საქმეზე და ძალიან მომეწონა ეს. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გადაცემა დასრულდა, თქვენ უსმენთ მამუკა ხანძაძის ლიტერატურულ საღამოებს კატოსთან ერთად. დღეს ასე იყო, მე ვიყავი მისი სტუმარი. მადლობა სტუმრად მოწვევისათვის. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. კატოს საღამოები რადიო იმედზე.